გამარჯობა. თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის შედეგებს ვაშინგტონიდან. იულია სავჩენკოსთან ერთად. კვირის პარადოქსები, პარალელები და დეტალები ნახევარსაათიანი ანალიზის ჭრილში. დღეს ნახავთ. ტრამპი, პუტინი, შვიდობით იარაღო. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს, რომ უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოილაპარაკებენ. შვიდობის ზღვარზე. რა არჩევანს უტოვებს მოძრაობისთვის ვაშინგტონი კიევს და რას გამოხატავს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დანიშნული მოლაპარაკებების გუნდის ახალი შემადგენლობა. გასული კვირა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში დიდი გარღვევით დაიწყო. აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით ისაუბრეს. საუბარი საათნახევარს გაგრძელდა და ორივე მხრიდან დახასიათდა როგორც კონსტრუქციული. ზარის შემდეგ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში პოსტი დაწერა, რომელშიც საკუთრივ განაცხადა. განვიხილეთ უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი, დოლარის სიმძლავრე და სხვა საკითხები. ორივენი მსჯელობდით ჩვენი ხალხების დიდ ისტორიაზე და იმის შესახებ, რომ მეორე მსოფლიო ომში ერთად წარმატებით ვიბრძოდით. და გვახსოვს, რომ რუსეთმა ათეულობით მილიონი ადამიანი დაკარგა და ჩვენც ასევე ბევრი დავკარგეთ. ვილაპარაკეთ ჩვენი ერების ძლიერ მხარეებზე და იმის შესახებ, თუ რა სარგებელს მოგვიტანს ერთობლივი მუშაობა. მაგრამ დასაწყისისთვის, როგორც ორივენი დავთანხმდით, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში მილიონობით სიკვდილის შეწყვეტა გვინდა. პუტინმა ჩემი ძლიერი წინასაარჩევნო ლოზუნგიც კი გამოიყენა. ჯანსაღი აზრი. ჩვენ მისი ძალზე მტკიცეთ გვწამს. ასევე ტრამპის თქმით, ის და პუტინი მჭიდროდ მუშაობაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ერთმანეთის ქვეყნებში ჩასვლაზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი შესაბამისი გუნდები მოლაპარაკებას დაუყოვნებლივ დაიწყებენ. შეაჯამა ტრამპმა და აქცენტი უკრაინის შესახებ მომლაპარაკებელი გუნდის შემადგენლობაზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის საკითხის სპეცწარმომადგენლის კიტ კელოგის სახელმა ამ კონტექსტში არ გაიჟღერა. მომდევნო დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის ლაპარაკის შემდეგ თანაშემწეთა და უწყებების მანქანა მოძრაობაში მოვიდა. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრის ადგილი და დრო მათი გუნდების მიერ შესაბამისი დამუშავების შემდეგ შეიძლება დასახელდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ტრამპის პუტინთან საუბრის შემდეგ მოყვა ამერიკის პრეზიდენტის ზარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელშიც როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს პუტინთან ლაპარაკის შესახებ შეატყობინა. ზელენსკისთან ზარის შესახებ ლაპარაკისას ტრამპმა დაწერა. საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. მას, ისევე როგორც პუტინს, შვიდობის შესახებ შეთანხმება სურს. დადგა დრო, რომ ეს სულელური ომი შევაჩეროთ, რამაც მასიური და სრულად უაზრო სიკვდილიდან ნგრევა გამოიწვია. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი, დაასკვნა ტრამპმა. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ტექტონიკური ძვრების შესახებ, რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის, ვესაუბრე ჩვენი გადაცემის მუდმივ მონაწილეს, სერგეი კუდელს. პირველი, რაც შეიძლება დავასკვნათ, არის ის, რომ ტრამპის მიდგომა უფრო მკაფიო მოხაზულობის და აშკარა ხდება. უკრაინის ომის საკითხის გადაჭრის ტრამპისეული მიდგომა უკავშირდება იმას, რომ პუტინის მოთხოვნებზე მაქსიმალურად შემხვედრად წავიდეს და მხოლოდ მოლაპარაკებების მეშვეობით გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელსაც პუტინი უკრაინასთან მიმართებით საკვანძოს უწოდებს. კერძოდ, საუბარი უკრაინის ნატოში წევრობაზე, ევროპულ ქვეყნებთან და აშშ-სთან სამხედრო კავშირებზე და ტერიტორიული საკითხების დარეგულირებაზე. როგორც პენტაგონის მეთაურის მდივნის ჰექსატის განცხადებაში, ისევე ტრამპის განცხადებაში პუტინთან საუბრის შედეგად არ დაგვინახავს უკრაინაში ომის გაჩაღებისთვის რუსეთის არანაირი პირდაპირი დადანაშაულება. რუსეთს უკვე აღარ ეძახიან აგრესორს, როგორც ამას ბაიდენის ადმინისტრაცია მუდმივად აღნიშნავდა. ომის წამოწყების გამო რუსეთის იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობა საერთოდ იგნორირებულია. და მაგალითად ჰექსატი იყენებს ტერმინს ომი უკრაინაში. ანუ რუსეთს როგორც კონფლიქტის მხარეს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებებში საერთოდ არ ახსენებენ. ამგვარად შეიძლება დავასკვნათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას პირველ რიგში პუტინთან დათმობებზე წასვლა სურს და რუსეთს ამ ომში როგორც უფრო ძლიერ მხარეს ისე ხედავენ, რომელიც აუცილებელია რაიმე ხერხით დააყვავო გარკვეული შეთანხმების
კვირის მეშვეობით. которую необходимо каким-то образом ублажить с помощью определенных договоренностей. ტრამპის განცხადებაში ასევე აშკარაა, რომ საუბარია არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე, არამედ საუბარი შეიძლება მიდიოდეს უფრო მასშტაბურ შეთანხმებებზე, რომელიც დაკავშირებული იქნება სანქციების მოხსნასთან და რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენასთან. თავის პოსტში ტრამპმა აღნიშნა ის, რომ მას მიაჩნია, რომ მომავალში რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები შეიძლება ეკონომიკურად ძალიან სარფიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის. და პუტინის აშშ-ში და თავად ტრამპის რუსეთში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებაც კი ითქვა. ანუ ასეთი განცხადება მგონია, რომ ტრამპის გუნდის რუსეთ-ამერიკული ურთიერთობების დღის წესრიგის რადიკალურად შეცვლის მზაობას მოწმობს. ასევე უკრაინაში ომისაგან ფოკუსის გადანაცვლებას. აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობებში უფრო ვრცელი განმოხტვის პოლიტიკაზე, რომელიც გამოიწვევდა პირდაპირ და მუდმივი კონტაქტის აღდგენას ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის. Возобновлению прямых контактов и постоянных контактов между Вашингтоном и Москвой. ტრამპსა და ზელენსკის შორის ზარის შესახებ ცნობებს ვიღებთ ერთსა და იმავე დღეს, პრაქტიკულად პუტინთან საუბრის შემდგომ და ხვდებით, რომ არსებობს რაღაც დავალება, რომელიც ტრამპმა თავის გუნდს მისცა მიუნჰენის კონფერენციაზე მოლაპარაკებებისთვის. რა შეიძლება ახლა აქედან გამოვიტანოთ? იმ ინფორმაციიდან, რაც გაგვაჩნია. Что из этого сейчас можно извлечь из той информации, которой мы обладаем? რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლის განმავლობაში პირველად დავინახეთ დასავლეთის ლიდერის მხრიდან რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის რეალური მცდელობა. თუ ადრე დასავლეთის ლიდერები პუტინთან პირდაპირ კონტაქტებს ან ერიდებოდნენ, ან როგორც გერმანიის კანცლერის შემთხვევაში, პუტინთან კონტაქტი არაფრით სრულდებოდა, ანუ არ სრულდებოდა რუსეთსა და უკრაინას შორის რაიმე მოლაპარაკებების გაგრძელებით, ხოლო დონალდ ტრამპის შემთხვევაში ის როგორც არის ახლა, დადგმული სატელეფონო ზარები ჯერ პუტინთან, შემდგომ ზელენსკისთან და შემდგომში ეგრევე მოყვება მოლაპარაკებები, რომელსაც წარმართავენ ტრამპის წარმომადგენლები მიუნჰენში, ვენსი და რუბიო ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მოწმობს იმას, რომ ამერიკა სრულფასოვანი შუამავალი გახდა რუსეთსა და უკრაინას შორის, მათი ურთიერთობების დარეგულირებაში და ომის შეჩერებაში, რაც მგონია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი ტრამპის ორი ზარის პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად. ამავდროულად საჩვენებელია ის, თუ როგორ შეიცვალა მომლაპარაკებელთა შემადგენლობა. თუ ადრე როგორც ჩვენ გვეჩვენებოდა საკვანძო როლი მოლაპარაკებაში უნდა ჰქონოდა ტრამპის უკრაინის საკითხის სპეცწარმომადგენელს გენერალ კიტ კელოგს, ახლა ტრამპის განცხადებაში პუტინთან ლაპარაკის შედეგის მიხედვით კელოგს უკვე აღარ ახსენებენ. კელოგის ნაცვლად გვესმის ვიტკოფის გაჩენა, რომელიც მანამდე ახლო აღმოსავლეთის საკითხების სპეცწარმომადგენელი იყო. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ მან უშუალო მონაწილეობა მიიღო რუსეთიდან ამერიკის მოქალაქის გათავისუფლებაში. და ამ გათავისუფლების პროცესის დროს პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებები მიჰყავდა. და გვესმის, რომ გენერალი კელოგი ახლა მოლაპარაკების პროცესიდან გადის და მის ადგილს დაიკავებს ის ხალხი, ვინც ერთის მხრივ რუსეთის მიმართ თავიანთ დადგენილებებში უფრო პრაგმატულები არიან, ხოლო ვიტკოფი ცნობილი მილიარდერია, მშენებელი, რომელსაც დონალდ ტრამპთან დიდი ხნის და პირდაპირი ურთიერთობები გააჩნია. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის სრული ნდობით სარგებლობს და ადამიანი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში იდეოლოგიურად ანგაჟირებული არ არის. ადამიანი, რომელთანაც შესაძლოა პუტინისთვის საერთო ენის გამონახვა გაცილებით უფრო მარტივი იყოს, ვიდრე გამოცდილ გენერალ კელოგთან. ამავდროულად ასევე ვხედავთ ჯეი დი ვენსის გამოჩენას.
ანუ არა თავად რუბიოს მიჰყავს მოლაპარაკება, არამედ JD Vance-ის. რაც არც ისე კარგი ამბავია უკრაინისთვის, იმიტომ რომ JD Vance უკრაინის მიმართ არის ცნობილი სკეპტიკოსი. ცნობილია იმით, რომ არაერთხელ განუცხადებია რუსეთის მიმართ დათმობის გაკეთების აუცილებლობაზე და იმის შესახებ, რომ ომი უნდა შეწყდეს პირველ რიგში რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებით. თუ ეს განწყობები, რომელსაც JD Vance არაერთხელ აღნიშნავდა, ზელენსკისთან მოლაპარაკებაში დაიწყებენ ახსნასა და განცხადებას, აშკარაა, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან რთული იქნება კიევისთვის და უკრაინის ხელმძღვანელობისთვის. Объяснять, заявлять в переговорах с Владимиром Зеленским, очевидно, что эти переговоры будут очень сложные для Киева и для украинского руководства. მაგრამ ეს მხოლოდ პირველი საფეხური იქნება. მიუნხენის შეხვედრა არის შუამავლობის პირველი საფეხური. შემდგომში კი შეიძლება საუბარი იყოს პირდაპირ კონტაქტებზე ამ სამი სახელმწიფოს ლიდერებს შორის, ანუ ტრამპს, პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. ანუ რამდენადაც გვესმის, გუნდის შემადგენლობის მიხედვით, ამბობთ, რომ გეზი პრობლემის გადაჭრის სიჩქარეზე და წარმადობაზეა აღებული, ისე როგორც ამას ვაშინგტონი ხედავს. დიახ, ეს კურსი განისაზღვრება იმ ადამიანებით, რომლებიც რუსეთის მხრიდან რაიმე გაუცხოებას არ იწვევენ და რომლებიც მზად არიან პრაგმატული დათმობებისთვის, რაიმე შეთანხმებებზე, რომელიც სარფერად იქნება აღქმული, როგორც პუტინის, ისე თავად ტრამპის მიერ. ახლა ყურადღება მიმართულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც დაგეგმილია რიგი საუბრები უკრაინის შესახებ. საინტერესოა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დღეებში უკრაინის შესახებ საუბრები ძირითადად ვაშინგტონში მიდიოდა და ვაშინგტონი აგზავნიდა სიგნალს იმის შესახებ, რომ ყველა საქმე აქ გადაიჭრება. ახლა ეს საუბარი ერთგვარად ევროპულ სივრცეში გადაიტანეს. როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ მიმართულებით? Как вы думаете, что происходит вот в этой динамике? ამ მიმართულებით გვესმის პიტ ჰექსატის და ტრამპის ადმინისტრაციის სხვა მაღალი თანამდებობის წარმომადგენლების განცხადებები. იმის შესახებ, რომ ევროპამ მათ წარმოდგენაში უკრაინისთვის შემდგომი დახმარების მიწოდების გამო, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და სხვა დარგებში, მთავარი პასუხისმგებლობა უნდა იყოს საკუთარ თავზე. ანუ გვესმის, რომ აშშ-ს სურს ევროპის ფაქტის წინაშე დაყენება. თუ გინდა ომის დასრულება, მაშინ პასუხისმგებლობა უნდა აიღო უკრაინის ეკონომიკის აღდგენაზე და მშვიდობის მყოფელების განთავსებაზე, რუსეთსა და უკრაინას შორის შეხების ხაზზე, რომელიც შემდგომში გარკვეულ სიმყარეს შეინარჩუნებდა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. которые бы поддерживали в дальнейшем определенную стабильность и поддерживали режим прекращения огня. სავარაუდოდ იქიდან რაც ვიცით, ევროპა იძულებული იქნება, რომ ეს პირობები მიიღოს, მაგრამ ამავდროულად სრულად გასაგები არ არის თუ რამდენად ეფექტურად შეუძლიათ ევროპელებს უსაფრთხოების გარანტის როლის შესრულება. ვინაიდან ხვდებით, რომ ევროპის ქვეყნების შეიარაღებული ძალები საკმაოდ შეზღუდულია და დიდი ქვეყნები, როგორც არის გერმანია ან საფრანგეთი, რომლებსაც მნიშვნელოვანი შეიარაღებული ძალები გააჩნიათ, ისინი ამავდროულად მზად არ არიან, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით განათავსონ ეს ჯარი. მით უმეტეს თუ შეთანხმების პირობით, როგორც უკვე პიტ ჰექსატის განცხადებაში მოვისმინეთ, ნატოს მეხუთე მუხლი არ გავრცელდება ევროპულ ჯარზე, რომელიც განთავსებულია უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება, რომელიც ევროპელების დანაკარგს გამოიწვევს, აშშ-ს კონფლიქტში ჩარევისათვის საფუძველი არ იქნება. თავად ევროპელებმა უნდა გადაჭრან ეს პრობლემა დამოუკიდებლად. для вмешательства Соединенных Штатов в этот конфликт. И сами европейцы должны будут каким-то образом разрешать эту проблему самостоятельно. ეთერში იყო სერგეი კუდელი. ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ გამოცემა Wall Street Journal-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეკონომიკურ და სამხედრო ზეწოლის საყრდენის გამოყენებას შეძლებს რუსეთთან მოლაპარაკებაში, რათა უკრაინის მშვიდობის შეთანხმება უზრუნველყონ. აღნიშნა, ვფიქრობ, რომ აქედან გამოვა ისეთი შეთანხმება, რომელიც მრავალს შოკში ჩააგდებს. მოგვიანებით ვენსის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მოსკოვის მიმართ რაიმე მუქარა არ განუცხადებია.
რა გავლენას იქონიებს მშვიდობიან დარეგულირებაზე ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების ურთიერთობებში პირადი დინამიკა? კითხე იან ბრემერს, ამერიკელ პოლიტოლოგს, ევრაზიის ჯგუფის წარმომადგენელს, რომელიც მთავარი გლობალური რისკების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. წელს რუსეთმა ანგარიშში 10-დან მე-5 ადგილი დაიკავა. ტრამპსა და პუტინს პოზიტიური პირადი ურთიერთობების აწყობის შანსი აქვთ თუ არა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარებასა და გარიგების დადებაზე იქონიებდა ზეგავლენას. ამგვარი ალბათობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ზელენსკიმ უდიდესი სამუშაო ჩატარა ბოლო თვეების განმავლობაში ტრამპის გულის მოგებისთვის, რაც მან მოახერხა კიდეც. ზელენსკიმ ტონი სრულად შეცვალა. მუდმივად ტრამპთან მუშაობის უდიდეს სურვილზე ლაპარაკობდა და იმის შესახებ, რომ ტრამპი ზუსტად ის ადამიანია, რომელსაც უკრაინაში მშვიდობის მიღწევა შეუძლია. ზელენსკიმ ძალიან აქტიური პოზიცია დაიკავა და ტრამპის მიმართ სათანადო პატივისცემით იქცევა. თავად მე ასე ნამდვილად ვერ შევძლებდი, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ. ეს არის ზელენსკის პირადი გადაწყვეტილება, რომელიც მის ლიდერულ უნარებს წარმოაჩენს. ასევე იმას, რომ მას აქვს სურვილი ეს თავისი ქვეყნისთვის გააკეთოს და შესაძლებლობაც, რომელიც ახლა ძალზედ სუსტ მდგომარეობაში იმყოფება. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ტრამპმა მას შესანიშნავი ვაჭარი უწოდა. ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი რამით ვაჭრობა შეუძლია. მაშინ რატომ გავაგრძელოთ ამაზე ფულის ხარჯვა? დაასრულა ტრამპმა. ხოლო ბოლო დროს ტრამპი მას ეუბნება ხოლმე. შეიძლება დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გამოგიყოთ, თუ კრიტიკულად მნიშვნელოვან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ნებართვას მოგცემთ. რაზეც გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ეს არის სრულად საშინელი შეთავაზება. ეს რა ეგოიზმია. ზელენსკიმ კი ტრამპის შეთავაზებას ასე არ უპასუხა. მან თქვა, რომ ეს არის ძალიან საინტერესო იდეა. რა თქმა უნდა, მოდით განვიხილოთ. შესანიშნავი აზრია. გერმანიის კანცლერის ადგილას ტრამპის სიტყვებს და მის შეთავაზებას გადავყლაპავდი და დავდუმდებოდი. გერმანიის კანცლერმა ამ მდგომარეობაზე ქულები არ უნდა მოიპოვოს. თუმცა ტრამპზე ძალიან გაბრაზებულია ილონ მასკის მიერ შოლცის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების გამო და იმის გამო, რომ კონსერვატიულ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის უჭერს მხარს. ამიტომაც გავლენის დაკარგვასთან ერთად გერმანიის კანცლერი ბრაზობს. ნაკლებად და ცუდად გრძნობს თავს და გულწრფელად რომ ვთქვათ, თავის ქვეყანას უფრო ცუდად ხელმძღვანელობს, ვიდრე ზელენსკი თავის ქვეყანას. ასევე თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უარესად წარმოადგენს. მაგრამ პუტინი არის სხვა ამბავი. იცით, ყველა ის, ვინც ტრამპს ვერ იტანს, უყვართ თქმა, რომ პუტინს ტრამპი ჯიბეში ყავს ჩასმული. მაგრამ ჩვენ ამის მტკიცებულება არ გვაქვს. პირიქით, საპირისპიროს მრავალი მტკიცებულება გვაქვს. თუ ტრამპის პირველ საპრეზიდენტო ვადას გავიხსენებთ, მაშინ ზუსტად რომ ტრამპის ადმინისტრაციამ გაამკაცრა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები. ამას გარდა, ზუსტად რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიაწოდა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ჯაველინები, რომლის მიწოდებაზე ობამა უარს ამბობდა, ვინაიდან თვლიდა, რომ ეს ზედმეტად სახიფათოა და შეიძლება პუტინი გააბრაზოს. თუმცა ასევე ვიცით, რომ თავად ის ფაქტი, რომ პუტინი დიქტატორია, არავითარ შემთხვევაში არ განიზიდავს ტრამპს. ტრამპი ვერაფერ დასაძრახს ვერ ხედავს, რომ დიქტატორთან შევიდეს დიალოგში, თუნდაც არა მეგობრულთან, როგორიც არის კიმ ჩენ ინი. როდესაც ბაიდენი ან ობამა ამას ცუდ ტონად ჩათვლიდნენ. ისინი ჩათვლიდნენ, რომ ეს ამერიკულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ტრამპი კი ასე არ ფიქრობს. ტრამპი პუტინის მიმართ სიმბოლური პატივისცემის გამოსახატადაც კი არის მზად, რომელსაც პუტინის მოსაზრებით სხვა ლიდერები მის მიმართ არ გამოხატავენ. თუმცა ასევე ტრამპს ესმის, რომ უკრაინასთან და ზელენსკისთან სიტუაციაში მას გაცილებით მეტი ზემოქმედების საყრდენი აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად და შეიძლება მშვიდობიანი შეთანხმების დადებისთვისაც კი. ხოლო პუტინთან ასეთი საყრდენები არ აქვს. ამიტომაც მოხდება შოლტისა და კვერის გამოყენება იმისთვის, რომ პუტინს უბიძგოს, რაშიც ტრამპს შეიძლება დახმარება დასჭირდეს მათ შორის ჩინეთის მხრიდან. რის შესახებაც ტრამპს უკვე არაერთხელ უთქვამს, როგორც საჯაროდ, ისე სი ძინპინთან კერძო საუბრებში. თუ მდგომარეობას პუტინის მხრიდან შევხედავთ და დავაკვირდებით, თუ რამდენად ძლიერ ზეწოლას ახდენს ტრამპი ევროპელებზე, რათა თავდაცვის ხარჯი მშპ-ს 2%-მდე გაზარდონ, შემდგომ 3-მდე, 4-მდე, 5-მდე, მაშინ პუტინს ეს საერთოდ არ უნდა. პუტინს სურს სრულად საპირისპირო. პუტინს სურს, რომ ნატო იყოს სუსტი. მას არ სურს, რომ
ევროპელები თავდაცვაზე მეტს ხარჯავდნენ. მას სურს, რომ ევროპაში განხეთქილება მოხდეს. პუტინი ძალიან კმაყოფილი იქნება, თუ ტრამპი ევროკავშირში განხეთქილებას შეიტანს, მაგრამ თუ ტრამპი ევროპელების დარწმუნებას შეძლებს, რომ მათ თავდაცვაში ერთობლივად მეტი უნდა ჩადონ და უკრაინისთვის მეტი გააკეთონ, რა მოხდება? დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს პუტინისთვის კარგი იქნება. იან 2025 წლის რისკების ანალიზისას თქვენს ანგარიშში რუსეთს მეხუთე ადგილი უკავია. წინა წელთან შედარებით აგრეგატული რისკი შემცირდა. ეს რას უკავშირდება? მოდით რისკ ფაქტორების თანმიმდევრობა გავიხსენოთ. პირველი ფაქტორი არის ალბათობა, მეორე გარდაუვალობა და მესამე შედეგი. მაგრამ ეს საფრთხის განმსაზღვრელები მხოლოდ უახლოესი 12 თვის კონტექსტში განიხილება. მხოლოდ 12 თვე. ბოლო 1 წელიწადში რისკების გლობალური ფონი მნიშვნელოვნად გაუარესდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვისაც კი რომ რისკის არსებულ დონეზეც დავრჩეთ, საკმარისი არ არის ყველაფრის ისე დატოვება, როგორც არის. აუცილებელია წინააღმდეგობის ეფექტურობის ამაღლება. ამასობაში რუსეთი და უკრაინა რისკების წინააღმდეგობის ზომებს არ ამაღლებდნენ. რატომ? პირველ რიგში დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მათ შორის ომში ცეცხლის შეწყვეტა დადგება. ამერიკელებიც და ევროპელებიც ძალზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ რუსეთზეც და უკრაინაზეც და სურთ, რომ ეს მოხდეს. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ უკრაინაში ბრძოლების ინტენსივობა 6 თვეში შემცირდება, გასულ წელთან შედარებით. იმიტომ, რომ რუსეთიც და უკრაინაც ძალისხმევას გამოიჩენენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე პოზიციები გაიუმჯობესონ, რამაც მოკლე დროით შეიძლება მათი რისკ ფაქტორები აამაღლოს. რაც მათ შორის ურთიერთობების კორექტირებას არ მოახდენს. ასევე სავსებით შესაძლებელია, რომ რუსეთი ასიმეტრიული ომის წარმოებას განაგრძობს. ისეთი ქვეყნების კონტექსტში, როგორც არის რუმინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი, ასევე ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები. როგორც ვხედავთ, რუსეთი ართაკილობს ბევრი ფულის დაბანდებას ვანდალიზმის აქტებში და ცეცხლის გაჩენაში, ასევე თავდასხმის მოწყობაშიც. უტევენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის ოპტიკური კაბელების გადაჭრა იგულისხმება. ამგვარად არ მიმაჩნია, რომ ვინმე მშვიდად უნდა იყოს რისკების გამო, რომელიც კონკრეტულად რუსეთისგან მომდინარეობს, მაგრამ ეს რისკები შეიძლება უკრაინას ნაკლებად ეხებოდეს. თუ გახსოვთ, გასულ წელს რისკი უკრაინის დაყოფას ეხებოდა. რისკენაც ჩვენ მაინც მოძრაობთ. მე ეს არ მომწონს, მაგრამ რეალობა ასეთია. წელს რისკი უფრო მეტად ეხება რუსეთს, მაგრამ უკრაინასთან ნაკლებად არის დაკავშირებული. ასევე ვარაუდობთ, რომ წელს უკრაინა ახალ ამბებში ნაკლებად იქნება ნახსენები. ეს უკვე ხდება. შეიძლება განვიხილოთ მაგალითად ადამიანების სია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან მირეკავენ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გასაგები მიზეზების გამო ღაზა მეტ ყურადღებას იზიდავს, ასევე ლიბანი და ირანი. აშშ-ც უდიდეს ყურადღებას იზიდავს და ამერიკულ-ჩინური ურთიერთობებიც და ჩინეთის ეკონომიკური სირთულეები. ვიტყოდი, რომ რუსეთი და უკრაინა, რომლებიც სიის სათავეში იყო და ომის პირველი 18 თვის განმავლობაში ძირითად ყურადღებას იკავებდა, ახლა ამისგან შორს არის. ეს ასევე გავლენას ახდენს დროის რაოდენობაზე, რომელსაც ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები ამ საკითხს უთმობენ. ევროპა ამას კვლავაც ყურადღებას უთმობს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო. მაგრამ თუ შევადარებთ ჩემს რეგულარულ საუბრებს ბაიდენის ადმინისტრაციასთან, ჩემს საუბარს ახალ ადმინისტრაციასთან, შემიძლია ვთქვა, რომ ომის დასაწყისში რუსეთი და უკრაინა უმთავრესი რისკ ფაქტორი იყო, რომელიც ახლა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ საკითხისადმი მიძღვნილი მედიის სათაურებიც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენი რესურსი გამოიყოფა. მე პოლიტიკურ კაპიტალზე ვლაპარაკობ, ამ საკითხის განხილვის სურვილზე, როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან, რათა გავერკვე საკითხებში, რომლებიც ბევრ სიღრმისეულ დიპლომატიურ ძალისხმევას მოითხოვს, ასევე იძულებასა და შეკავებას. რა თქმა უნდა, ამის შედარება სუდანის ან ყარაბაღის დონესთან არ შეიძლება, რომლის შესახებაც ძირითადად დაივიწყეს და არსობრივად არავის აღელვებს თუ რა ხდება იქ. თუმცა ახლა ყურადღება, რომელიც რუსეთსა და უკრაინას ეთმობა, უკვე უწინდელ დონეზე აღარ არის. ეთერში იყო იან ბრემერი.
დღეისათვის ამით ვასრულებთ. ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. თქვენ უყურებდით ამერიკის ხმის შედეგებს იულია სავჩენკოსთან ერთად. დროებით. По традиции желаю вам максимально спокойных выходных. Оставайтесь с нами. Увидимся на следующей неделе.